როგორც ესე ბიოლოგები სიცოცხლეს განსაზღვრავენ როგორც ერთეულს, რომელიც მისი გარემოს საპასუხოდ მრავლდება, ახდენს ქიმიურ ნივთიერებათა მეტაბოლიზმს, მოიხმარს ენერგიას და იზრდება. ამ მოდელის მიხედვით სიცოცხლე ორმაგი მდგომარეობაა, რაღაც ან ცოცხალია, ან არა. ეს განსაზღვრება საკმაოდ კარგად მუშაობს პლანეტა დედამიწაზე. ოღონდ ერთ-ერთი გამორჩეული გამონაკლისია ვირუსები. თუმცა თუ სიცოცხლე სამყაროში სხვაგანაც არის, ის შეიძლება სულაც არ შედგებოდეს იმ მასალებისგან, რისგანაც ჩვენ. საინტერესოა მას, როგორ უნდა განსაზღვროთ ის, როგორც სიცოცხლე. არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრობიოლოგი სარა უელკერი და გლასგოს უნივერსიტეტის ქიმიკოსი ლი კრონინი ფიქრობენ, რომ ამის გზა იპოვეს. მათი მტკიცებით, მხოლოდ შემთხვევითობას არ შეუძლია წარმოქმნას ძლიერ კომპლექსური მოლეკულები, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებში გვხვდება. იმისათვის, რათა ისეთი რთული ობიექტების მილიარდობით ასლი წარმოიქმნას, როგორიც არის ცილები, ადამიანის ხელები ან თანამედროვე სმარტფონები, სამყაროს სჭირდება მეხსიერება, კომპლექსური ინფორმაციის შექმნისა და კვლავ წარმოების გზა, პროცესი, რომელიც ძალიან ჰგავს სიცოცხლეს. ელექტრონი შეიძლება შეიქმნას სამყაროს ნებისმიერ წერტილში და მას ისტორია არ აქვს. თქვენს ფუნდამენტური ობიექტი ხართ, მაგრამ დიდი ისტორიული დამოკიდებულებით. შეიძლება დაბადების თარიღის მითითება გესაჭიროებოდეთ, მაგრამ თქვენი ნაწილები თქვენზე მილიარდობით წლით ხნიერია. ამ გადმოსახედიდან ჩვენი თავი უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ინფორმაციის გავრცელების ხაზი, რომელიც დროებით გროვდება ინდივიდში. უელკერისა და კრონინის აწყობის თეორია პროგნოზირებს, რომ ბიოლოგიური პროცესების შედეგად წარმოებული მოლეკულები გაცილებით უფრო კომპლექსური უნდა იყოს, ვიდრე არაბიოლოგიური პროცესების შედეგად წარმოქმნილი. ამ პროგნოზის შესამოწმებლად მათმა ჯგუფმა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილსა და მიმდებარე კოსმოსში აღებული სხვადასხვა ორგანული და არაორგანული ნაერთები შეისწავლა. მათ შორის ბაქტერია E. coli, საფუარი, შარდი, ზღვის წყალი, მეტეორიტები, პრეპარატები, სახლში გამოხდილი ლუდი და შოტლანდიური ვისკი. შედეგად გამოთვალეს იმ ნაბიჯების ყველაზე მცირე რაოდენობა, რაც ამ საშენი მასალებიდან თითოეული ნაერთის ხელახლა აწყობისთვის არის საჭირო. ამას მათ მოლეკულური აწყობის ინდექსი უწოდეს. ერთადერთი ნაერთი, რომელსაც 15 ან მეტი აწყობის ნაბიჯი დასჭირდა, მომდინარეობდა ცოცხალი სისტემების ან ტექნოლოგიური პროცესებისგან. ეს შეიძლება იყოს უჯრედი, რომელიც მაღალი აწყობის მოლეკულებს აწარმოებს, მაგალითად ცილებს ან ქიმიური ნივთიერება, რომელიც მოლეკულებს აწყობის უფრო მაღალი ღირებულებით წარმოქმნის. განმარტავენ უელკერი და კრონინი. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე.